ცნობილი ფოტოგრაფის ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება. კოლექცია 15 ალბომს მოიცავს. მე-19 მე-20 საუკუნეების ფოტოები დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთა ტიპაჟებს აერთიანებს. თითოეულ ფოტოს გამორჩეული ისტორია აქვს. ეთნოგრაფიული ხასიათის სურათები ქუთაისში ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეშია გადაღებული. ნიკოლოზ საღარაძე სწორედ მიხაილოვის მოწაფე იყო. მე-19 საუკუნეში მცხოვრები უცნობი ქართველების ფოტოები 15 ალბომშია შეკრებილი. ფოტოგრაფმა ნიკოლოზ საღარაძემ მთელი საქართველო მოიარა და ყველა კუთხისყოფა შავ-თეთრ ფოტოზე ასახა. უნიკალური საარქივო მასალა, რომელიც ეთნოგრაფიული ხასიათის სურათებს ინახავს, უკვე ეროვნულ არქივშია დაცული. ჩვენმა ლაბორატორიამ ჩაუტარა ყველა ის ღონისძიება, რაც იყო აუცილებელი, რათა ეს ფოტოები ასე ვთქვათ გაეცოცხლებინა, აღედგინა. ჩვენ მქონდა გეგმა, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით, ესე იგი შევყვავთ ჩვენი ფოტომასალა ციფრულ მატარებელზე, შემდეგ ვდივართ ჩვენ ვებსაიტზე, სადაც უკვე საზოგადოება ძალიან აქტიურად, ასე ვთქვათ, გებს მონაწილეობას ამ ფოტოების განხილვაში ან უბრალოდ დათვალიერებაში. ასობით ფოტოს რესტავრატორები ახლა სათითაოდ ასუფთავებენ. ალბომებში შემონახული ფოტოების ნაწილი განადგურებულია. სხვა ფოტოებმაც იგივე ბედი რომ არ გაიზიაროს, სპეციალისტები პოზიტივებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ, კინძავენ და ახალ ალბომში აკრავენ. ყველა ფოტოზე მე-19 მე-20 საუკუნის მიჯნაზე მცხოვრები დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაა ასახული. გავწმენდეთ მშრალი და სველი წესით, გავამაგრეთ ეს გასამაგრებელი ადგილები, არის გამოხეული ფოტოები, მოხდა ამ ფოტოების შევსება, ასე გაუკეთებთ სათითაო ფურცელს და შემდეგში ეს შეიკერება და ჩაისმება ჩვეულებრივად ყდაში. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებზე ასახული ადამიანების დიდი ნაწილის ვინაობა უცნობია, დაცულ უნიკალურ მასალაში იმ დროისთვის მოღვაწე რამდენიმე ცნობილი ადამიანის ვინაობის დადგენა მაინც მოხერხდა. გასული საუკუნის საზოგადო მოღვაწეები ფოტოგრაფმა ნიკოლოზ საღარაძემ საკუთარი ნათესავის და აღმზრდელის ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში გადაიღო. არის კიდევ მსახიობების ფოტოსურათები, ტასო აბაშიძის, ვასო აბაშიძის, ნუცა ჩხეიძის, იროდიო ნევდოშვილის და სხვათა და სხვათა. სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან გადაღებული, აქ სასულიერო პირებიც არიან. ფოტოების 15 ტომეულში ორი ყველაზე უნიკალური ფოტო ინახება. შალვა დადიანმა მევალისაგან თავის დასაღწევად უჩვეულო ხრიკი გამოიყენა. მეგობრის ნიკოლოზ საღარაძის ატელიეში მივიდა, კუბო მიიტანა, ჩაწვა და თავი გარდაცვლილად გაასაღა. ერთ-ერთი სომეხისათვის გადასახდელი თეატრის ვალსკი ამ გზით აარიდა თავი. შემდგომში უკვე ქუჩაში შეხვდა თავის მევალეს ცოცხალი შალვა დადიანი და ყველაფერი გაირკვა, მაგრამ აი ესეთი სახუმარო ფოტოებიც აქვს შემონახული ამ კოლექციას. ალექსანდრე მიხაილოვის ქუთაისის ატელიეში გადაღებული ფოტოების რესტავრაცია უკვე დასასრულს უახლოვდება. 15 ტომიდან ნიკოლოზ საღარაძის ფოტოების დიდი ნაწილი პირვანდელის სახით აღდგა, თუმცა რამდენიმე გამოსახულების აღდგენა ვერ მოხერხდა. ზოგიერთ ფოტოს, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო, ადამიანის ხელითაა გაფუჭებული.